ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებსა და დაბა სურამში. მოგეხსენებათ, რომ ხაშურში უპრეცედენტო დიდმასშტაბიანი პროექტი ხორციელდება სასმელი წყლისა და წყალანელების სისტემის მოწყობა, რომელიც არის 300 მილიონზე მეტი ღირებულების. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება როგორც მიმდინარე წელს, არის რიგი ქუჩის სამუშაოები, გარდამავალი პროექტი, რომელიც დასრულდება 2027 წელს. ხაშურში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის პროექტი, კონკრეტულად ამჟამად ვიმყოფებით კოსტავას ქუჩაზე, ქალაქ ხაშურში, სადაც მოიხსნა ძველი საფარი, მიმდინარეობს ახალი საფარის მოწყობა, ასევე ხაშურის მასშტაბით დღესდღეობით 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, უახლოესი ერთ თვის განმავლობაში კიდევ დაახლოებით 7 ობიექტი დაემატება, 7 ქუჩაზე დავიწყებთ რეაბილიტაციის პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე, მომავალ წელსაც და ჩვენ ძალიან მალე ხაშურში გვექნება კეთილმოწყობილი ქუჩები, სრულად რეაბილიტირებული ქუჩები, რომელიც მოიცავს სანიაღვრეებს, რეაბილიტირებულ სანიაღვრეებს, რეაბილიტირებულ ქუჩის განათებებს და ასევე, რა თქმა უნდა, ტროტუარებსაც მოსახლეობის გადასაადგილებლად.